Krishna. Hare Krishna. Jai. Srila Prabhupada ki Jai. Hare Krishna. ინგლისურად ვინმე გათარგმნის? Those who speak English and wants to listen also come here. სხვები არიან, ვისაც რუსული თარგმანი ჭირდება? დღეს პირველად არის ვინმე? როგორ მოხდით ამ გაუგებრობაში? შემთხვევით ახლა დავიჯეროთ აკაკავას ქუჩაზე, მიდიოდით და რომელი? აჰა. ძალიან კარგი. ვირაობით ჩვენ ვკითხულობთ ბჰაგავად გიტას, რომელიმე ლექს. ბჰაგავად გიტა ეს არის უძველესი ეპოსის მაჰაბჰარატას ნაწილი. 5000 წელზე უფრო მეტია რაც შეიქმნა ეს ეპოსი მაჰაბჰარატა. ხო რა იგია მაჰაბჰარატა? მაჰაბჰარატა ეძღვნება მაჰაბჰარატათა დინასტიის ორი დანაყოფის ურთიერთდაპირისპირებას და მათ შორის ბრძოლას. და სწორედ ბრძოლის დაწყების წინ უზენაესმა უფალმა თავის ერთგულს და მეგობარს არჯუნას მისცა განადო უდიადესი ცოდნა მარადიულისა და წარმავალ შორის განსხვავების შესახებ. ცოდნების შესახებ რო არსებობს წარმავალი, ის რაც ხუდრებად იცვლება, ჩვენი სხეული მაგალითად. არსებობს მარადიული, რაც არასოდეს არ იცვლება და უნდა რჩება, მაგალითად თვითონ ჩვენ. ეს საუბარი უზენაესი ღმერთის გალობა, ბჰაგავად გიტა სწორედ უზენაესი ღმერთის გალობას ნიშნავს. ეს საუბარი მართალია მოთხრობილია როგორც ეპოსში, მაგრამ განეკუთვნება უპანიშადების, ანუ ყველაზე ამაღლებული ვედური ფილოსოფიის ნაწილის, ყველაზე ამაღლებული ნაწილის რანგს. გიტოპანიშადს ეძახიან. ამ საუბარის შესწავლა, მოსმენა, მოყოლა უდიდეს მადლს იძლევა. ადამიანს
გაფართოვდება თვალსაჩინო ცნობიერება. ის ნელ-ნელა უფრო მეც და მეც ხედავს და უფრო სრულყოფილი ხდება მისი ხედვა. და საბოლოო ჯამში თუ მოიდომა სულიერი მოძღვარის ხელმძღვანელობით ის შეიძლება მივიდეს ისეთ კონდიციამდე, როცა ის დაინახავს საკუთარ თავს, როგორც მარადიულ უკდავსულს, როგორც გარემოცვა სამყაროს დაინახავს თავისი ჭეშმარიტი დანიშნულებით, და რაც თავარია დაინახავს ზანაის ღმერთს, რომელიც ყველა ცოცხალი არსების გულში იმყოფება. დღეს წავიკითხავთ ბაგავად გიტას ბოლო ლექსს. ეს არის მე-18 78 ლექსი. აი დაწერილია, შეიძლება გაიმეოროთ, ან შეიძლება ზევით დადგაცეს, როგორც გნებავთ. ॐ नमो भगवते वासुदेवाय 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 यत्र यत्र योगेश्वरः कृष्णो यत्र योगेश्वरः कृष्णो यत्र पार्थो धनुर्धरः यत्र पार्थो धनुर्धरः तत्र शरीर विजयो भूतिर तत्र शरीर विजयो भूतिर तत्र शरीर विजयो भूतिर ध्रुवा मितिर मतिर मम ध्रुवनितिर मतिर मम ध्रुवनितिर मतिर मम यत्र योगेश्वरः कृष्णो यत्र पार्थो धनुर्धरः तत्र श्रीर्विजयो भूतिर ध्रुवनितिर मतिर मम यत्र योगेश्वरः कृष्णो यत्र पार्थो धनुर्धरः तत्र श्रीर्विजयो भूतिर ध्रुवनितिर मतिर मम Yatra Yogeshwara Krishna Yatra Partho Dhanurtharaha Tatra Shri Vijayo Bhutir Dhruvanitir Matir Mama Yatra Yogeshwara Krishna Yatra Pathurtanurthara Tatra Shri Vijayo Bhutir Dhruvanitir Matir Mama Yatra Yogeshwara Krishna Yatra Partho Dhanurthara Tatra Shri Vijayo Bhutir Dhruvanitir Matir Mama
ალბატონები არა? Yatra Yogeshwara Krishna. Yatra Yogeshwara Krishna. Yatra Partho Dhanutara. Yatra Partho Dhanutara. Tatra Shri Vijayo Bhutir. Tatra Shri Vijayo Bhutir. Druvani Tirmatir Mama. Druvani Tirmatir Mama. სადაც არის კრიშნა, ყველა მისტიკოსთა მეფე და სადაცაა არჯუნა, უდიდესი მშვილდოსანი, იქ აუცილებლად იქნება. ცოტა ხარ მოიცადე, ლუკარა ლექს ჩავატარებ და მე ლექს წაიკითხე. სადაც არის კრიშნა, ყველა მისტიკოსთა მეფე და სადაცაა არჯუნა, უდიდესი მშვილდოსანი, იქ აუცილებლად იქნება. სიუხვე, კეთილდღეობა, გამარჯვება, არნახული ძალა და ზნეობრივი სიწმინდე. ასეთია ჩემი აზრი. Wherever there is Krishna, the master of all mystics, and wherever there is Arjuna, the supreme archer, there will be also certainly the opulence, victory, extraordinary power, and morality. That is my opinion. Bhagavad Gita თითარაშტრა შეკითხვით დაიწყო. ესე ვერ დავამთავრებ ჩვენ დღეს, ამიტომ როგორმე ამ კი ბატონო. Bhagavad Gita თითარაშტრა შეკითხვით დაიწყო. მას იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდნენ მისი შვილები, რომელთაც ისეთი დიადი მებრძოლები ეხმარებოდნენ, როგორებიც იყვნენ ფიშმა, დრონა და კარნა. მაგრამ სანჯაიამ აღწერა, თუ რა ხდებოდა კურუქშეტრის საომარ ველზე და უთხრა მეფეს, შენ იმედი გაქვს გამარჯვებისა, მაგრამ ჩემი აზრით, სადაც კრიშნა და არჯუნა არიან, წარმატებაც იქ იქნება. მათ პირდაპირ აუწყა თითარაშტრას, რომ მას გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონოდა. გამარჯვება უდავოდ არჯუნას მხარეზე იყო, ვინაიდან კრიშნა იყო მასთან. კრიშნამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავის სიდიადი იმით, რომ არჯუნას მეტყვის როლი ითავა და ამით თავის სიდიადესთან სიდიადის ერთ-ერთი სრულყოფილება, განდგომილება გვიჩვენა. ასეთი სრულყოფილება მას მრავალჯერ გამოუვლენია, ვინაიდან კრიშნას სამყაროში ვერავინ შეეტრება თვით განდგომილების უნარში. სინამდვილეში ბრძოლა დურიოთხანასა და თითარაშტრას შორის მიმდინარეობდა. არჯუნა თავისი უფროსი ძმის თითარაშტრას მხარეს იბრძოდა, ვინაიდან კრიშნა და არჯუნა იუთხისძირას ემხრობოდნენ, იუთხისძირას გამარჯვება უცილობელი იყო. ბრძოლას უნდა გადაეწყვიტა, ვინ იქნებოდა მსოფლიოს ბრძანებელი და სანჯაიამ წინასწარ მეტყველა, რომ ძალაუფლება თითარაშტრას ხელს გადავიდოდა და შემდეგ უფრო და უფრო აყვავდებოდა იუთხისძირას სამეფო. რომლის მეფეც არა მხოლოდ ღვთისმოსავი და წმინდანი იყო, არამედ უნაკლო ზნეობითაც გამოირჩეოდა. მასწავლე ცხოვრების მანძილზე არასოდეს უთხოვს სიცხლე. მრავალი ნაკლებ გონიერი ადამიანი Bhagavad Gita-ს განიხილავს როგორც ბრძოლის ველზე მყოფი ორი მეგობარ შორის მიმდინარე საუბარს. თუ ეს ასეა, მაშინ ასეთი წიგნი არ შეიძლება ჩაითვალოს წმინდა წერილად. ზოგიერთები შეიძლება შემოგვედაონ, რომ კრიშნამ არჯუნა იწულა, ბრძოლა დაეწყო, რაც მათი აზრით უზნეო საქციელია. მაგრამ აქ ჭეშმარიტება აშკარად არის ნაჩვენები. Bhagavad Gita-ს ზნეობის პრინციპების უმაღლესი კოდექსია. ზნეობრიობის უმაღლესი მცნება მოცემულია მე-9 თავის 34 ლექსში. მან მანაფავა მადბაქტო მაგიაგია მადნამასკორო. ცოცხალი არსება უნდა გახდეს კრიშნას ერთგული და მთელი რელიგიის უზენაესი არსი, კრიშნასადმი მინდობაში მდგომარეობს. სარვათარმან პარიტიაჯია მამეკამ შარანამ ბრაჯა. Bhagavad Gita-ს მითითებები შეკრებილია რელიგიისა და მითითებებში. გაცრავად Bhagavad Gita-ს მითითებები შეკრებილია რელიგიისა და ზნეობის უმაღლესი პრინციპების ერთ კოდექსად. ნებისმიერმა სხვა მეთოდმა შეიძლება ცხოვრების გაწმენდამდე მიიყვანოს ადამიანი და დაეხმაროს უფრო მაღალ საფეხურამდე მიღწევაში, მაგრამ Bhagavad Gita-ს მოწოდება მთელი ზნეობისა და რელიგიის ბოლო სიტყვა მიენდე კრიშნას. ასეთია მე-18 თავის დასკვნა. Shila Prabhupada ki.
Yatra Yogeshwara Krishna Yatra Partho Dhanurtara Tatra Shrir Vijayo Putir Trova Nitir Matir Namam იქ სადაც უფევს მისტიკოსი და მეუფე კრიშნა, მასთან არჯუნა, შვილდოსანი ერთამძლეველი, იქ მუდამ არის იქ მუდამ არის გამარჯვება, კეთილდღეობა, ულევი ძალა და ზნეობა შეურყეველი. Om Gyana Timirandasya Gyanam Jana Shavakaya Chakshurunitam Mena Tasmai Shri Gaurave Namaha Namo Vishnu Padaya Krishna Prestaya Bhutale Srimati Bhakti Vedanta Swami Nityanamini Namaste Saraswati Deve Gauravani Pracharine Nirvishesha Shunyavadi Pashati Adeshatarine Jai Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhara Srivasadi Gaura Bhaktavrinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama Rama Hare Hare Om Sakhana Bhavato Sakhana Bhunakto Sahaviriyam Garava Bhaye Tejasvinam Madidamasto Avitri Shavahaye Om Shanti 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 Om Am sitqvებს წარმოთქვამს Sanjaya Sanjaya, რომელიც ბრმა იმპერატორის თავპირველი მინისტრი, პირველი ვეზირი, რომელსაც ჰქონდა ნიჭი, თავისი სულიერი მოძღვარისაგან მოძებული, ათელმხილველი იყო. შეეძლო სადღაც რაღაც რო ხდებოდა ის მოისმინა და დაენახა და სატახტო ქალაქიდან ადევნებდა თვალყურს კურუქშეტრას ველზე ბრძოლას. და მან გადმოსცა კრიშნას მთელი საუბარი არჯუნასთან სიტყვით და ბოლოს გამოთქვა თავისი აზრი. მათი მამა, ჩემი აზრი, ჩემი შეხედულება. ამთქვა რომ ესეთია ჩემი აზრი, იქ სადაც არის კრიშნა, უზენაესი ღმერთი, ყველა მისტიკოსის უფალი, ყველა იოგის უფალი, ყველა იმის უფალი, ვინც სულიერი განვითარებისკენ ისწრაფვის. და მასთან არჯუნა დიადი მეომარი თანურთარა ნიშნავს ის, ვინც შვილს ატარებს, ვისაც შვილდი უჭირავს. თანურშვილდია თარა დაჭერას, ვისაც უჭირავს შვილდი. იქ ყოველთვის არის შრი არის კეთილდღეობა, ბედი, იღბალი, სილამაზე, დახვეწილი მეტყველება, ამაღლებული აზროვნება. შრი ეს არის უზენაესი ღმერთის მარადიული სახური, უპირველესი მარადიული სახური. შრი კრიშნას შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ შრი კრიშნა, ესე იგი ის ყოველთვის მასთან ერთად არის, ყოველთვის თან ახლავს კრიშნას. შრი კრიშნას სიყვარულის ენერგია, მისი მარადიული სატრფო შრიმატი რათარანი, ეს არის საწყისი ყველა შრის. შრიმატი დედა მისგან მომდინარეობს ყველანაირი
კეთილდღეობა, ბედიღბალი, მომოწყალება, დახვეწილი მეტყველება და ყველა ეს სიკეთეები, რაც სიყვარულთან ახლავს. ნარაიანას შემთხვევაში შრი ლაქშმი არის შრი, რომელიც მუდამ მას ემსახურება, მუდამ მის ერფებსა და მკერდს უკეთებს მასაჟს, მუდამ მის მსახურებაშია, მოკლედ რომ ვთქვათ. ლაქშმი, სანსკრიტული სიტყვა ლაქშმი აღინიშნება ფულიც. ფული თავისი ბუნებით, ენერგიით გამოხატულება არის კეთილდღეობის. ის ფული არა, ეხლა რომ გვაქვს ჩვენ ხალხის, რაღაცა ხალხი რომ არის და ეს. ამდენ საერთოდ რომ არ არის არაფერი რაღაც ეს აქვიანი მას საკრედიტო ბარათი. არა, ნამდვილად ოქრო ერცხლი. რაც ადრე იყო მიმოცვლის ეკვივალენტი, საქონლის ეკვივალენტი. თუმცა ადამიანება ეხლა ესე შეთანხმდა ყველა ერთად უჭკვა ადამიანს შეთანხმდა რომ მოდი რა ოქრო ერცხლი ახლა არა გვაქვსო. საგვარისე რაოდენობით და მოდი ახლა ქაღალდებს დავარქვათ შრიო, ლაქშმიო. ოღონდ შემთხვევაში ეს არის მისი პირველი ახასიათებელი რომ მას ყოველთვის თან ახლავს კრიშნას. შრი, კეთილდღეობა და ბედიღბალი. კეთილდღეობის და ბედიღბალის გამგებელი პრაქტიკულად. ასე რომ სადაც კრიშნა, იქ არის ბედიღბალი. კარგი. ბიჯაიო არის გამარჯვება და უბრალო გამარჯვება კი არა. მუდმივი გამარჯვება, მუდმივად გამარჯვებული როცა არის ვინმე. მუდმივი ძალაუფლება, მუდმივი გამარჯვება. ფუტი არის ვიფუტი არის არის ზებუნებრივი ძალები. აი იოგებს რომ აქვს და იოგები რომ ელტვიან ზებუნებრივ ძალებს, რომ გახდნენ პატარაზე პატარა, დიდზე დიდი, ყოვლის მძლეველი, სხვისი აზრების სამკითხველი, სხვის შეხებაში შესრულება შეუძლიათ და აქ გაქრობა, იქ გაჩენა და 10,000 ეს რაღაცა. ეს არის სავსებით ზებუნებრივი ძალები, ანუ მისტიკური ძალები და ის სრულად არის იქ სადაც კრიშნა. სრულად. Sri Nidai Rudam Chandra ki. Putir. ზებუნებრივი ძალები. ძლევამოსილება. და ბოლოს მოხსენიებულია ხრუა ნიდირ. ხრუა ეს არის უძრავი, ურყევი. შეურყეველი. ნიდირ ეს არის ზნეობა. სისუფთავე ზნეობა. ურყევი ზნეობა. იაჯურვედა და ერთ-ერთი მთავარი უპანიშადი, იშოპანიშადი იწყება ერთი და იგივე მანტრით. ॐ पूर्णमदः पूर्णमिदं पूर्णात् पूर्णमुदच्यते पूर्णस्य पूर्णमादाय पूर्णमेवावशिष्यते. ეს ნიშნავს, რომ ომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არის სრული. აბსოლუტური ჭეშმარიტება არის სრული. ჩვენ გვეუბნებიან და ესე გონეო ეს გვეთია რაღაც უსასრულო. გვეთქვით რომ მეტია ვიდრე უსასრულო. ის არის სრული. ანუ სრული ნიშნავს იმას, რომ უსასრულობაც მასში შედის. ყველაფერი სასრულის, ყველაფერი უსასრულოს, ყველაფერი სიცარიელი რაც არსებობს, რაც არ არსებობს. ყველაფერი მასში. ამიტომ ის არის სრული. არაფერი არ არის ისეთი, რაც მასში არ იყოს. მასშია სივრცე, როგორც ერთი პატარა ენერგია, პიტა წყალი, ცეცხლი, ჰაერი. ჭუა გონება,
ცოცხალი არსებები ყველაფერი მასშია. თვითონაა ყველაფერი. და ამ სრულიდან მუდმივად გამოედინება სრული ნაწილები. და მიუხედავად იმისა, რომ ამ სრულიდან მუდმივად გამოედინება სრული ნაწილები, სრული მაინც სრულად რჩება. ეს არ არის ესე მექანიკური გასაგების საკითხი. ისევე როგორც მზიდან მუდამ მოდის მისი სინათლე, სინათლის ნაწილები, კვანტები, მისი ელემენტარული ნაწილაკები, მაგრამ მზე მუდამ მზედ რჩება. შეგვიძლია ესე შევადაროთ. ჩვენ ესეთი ერთ-ერთი კატეგორიის ნაწილები ვართ, რომელიც აბსოლუტური ჭეშმარიტებიდან, უზენაესი ღმერთიდან გამოდის. ის ნაწილები, რომელიც მუდამ გამოედინება უზენაესი ღმერთიდან, სამ კატეგორიად იყოფა. ერთი არის შინა ენერგია, შინაგანი ენერგია, ანტარ-ანგა შაქტი, ანტარში დას ნიშნავს. ეს ცოცხალი არსებები, ცნობიერი, ამაღლებული ცოცხალი არსებები, მუდამ უზენაეს ღმერთთან არიან სულიერ სამყაროში. ისინი არასოდეს არ ეშვებიან აქ მატერიალურ სამყაროში, თუ ეს კრიშნას ნება არ არის. მათთვის უცხოა ცოდვა და ესე ცოდვების გამო ეს არ ხდება, მათი დაცემა აქვს. არის მისგან გამოედინება მატერია, არაცნობიერი ენერგია. ისევე როგორც ჩვენგან გამოედინება ათასგვარი არაცნობიერი, რომლის ჩვენგან მოშორება არ გვთქივა, ჩხილებს რომ მოვიჭრით, მაგალითად არ გვთქივა, ხო? თუ თითოეულ მივაყოლეთ ზედა რა. თმების არ გვთქივა და ათასგვარი კიდევ ისე გამონაყოფები რაც გვაქვს. ჩვენ ნაწილები და გამოდის ჩვენი და მაგრამ იმათ არ აქვს შეგრძნება. ასევე უზენაესი ღმერთიდან არის ნაწილები, რომელიც მის ნაწილებთან ცნობიერება არ გააჩნიათ. ეს არის მატერიის კატეგორია, მატერია. და მესამე ეს ვართ ჩვენ. საშუალედო ენერგია. ტატასტხა შაქტი. ეს არის ანტარანგა შაქტი შიდა ენერგია, ბახირანგა შაქტი გარი ენერგია და ტატასტხა შაქტი სადღაც იქ, ტატასტა, სადღაც იქ. რომ არის სასაზღვრო ენერგია. ეს სასაზღვრო ენერგია ანუ ჩვენ ვართ აი ნუ პირობითად რომ წარმოვიდგინოთ. ვართ მატერიისა და ზეციური სასუფეველს ალბათ ჩუვაში. და ჩვენ არასტაბილური ბუნება გვაქვს. ანდახან გადავიხრებით იქით მატერიის გავლენის ქვეშ აღმოჩნდებით ისე როგორც ეხლა ვართ, მიბადებით სხეულში და ამ სხეულის და ჭკუისა და გონების გავლენის ქვეშ მოქმედებით. ან ბრუნდებით იქ უზენაეს სამყოფელში, საიდანაც აღარასოდეს აღარ ვეშვებით აქ. აი ამ სასაზღვრო ენერგიას ჩვენ უცნაური განწყობა გვაქვს. ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ღმერთის უზენაესი უფლის ნაწილები ვართ, რომის თამაშებში ვებულობთ მონაწილეობას, რომის ანუ ღმერთის ნაწილების აზრი იცით და ღმერთი ამ ნაწილებს ასხელს რომ მათთან მერე მათ ურთიერთობაში ნეტარებს. ყველა თავისი ნაწილთან, ყველა თავისი შვილის ურთიერთობაში ნეტარებს ღმერთი. ჩვენ ვიცით რომ ესეთი ვართ. მაგრამ ასევე გვაქვს მიდრეკილება რომ ცალკე გავიდეთ და ჩვენ წარმოქმნა ჩვენი ნაწილები როგორც ღმერთი წარმოქმნის და მასთან დავტკბეთ მასთან ურთიერთობაში. მივხვდით? მაგრამ ეს შეუსრულებელი ამოცანა, შეუსრულებელი სურვილია იმის გამო რომ ჩვენ ვართ ელემენტარული საბოლოო ნაწილი, ეს ნაწილებად ვერ იყოფა. მასალ ჩვენ არ შეგვიძლია ნაწილები გამოვაცხადოთ. ჩვენ შეგვიძლია მთელს მივაყოლოთ ყურადღება და მასთან გქონდეს ურთიერთობა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია არა გვაქვს იმის ნაწილები გამოვაცხადოთ. მაგრამ ყველაზე მთავარი იცით რა არის ამ ნაწილების დანიშნულება? ეს ნაწილები მუდმივად ემსახურებიან მთელს.
უზენაესი ღმერთისგან გამომავალი ნაწილები მუდამ ამ უზენაესი ღმერთის მსახურებაში არიან. ჩვენ ეს ძალიან მოგწონს. ძალიან მაინტრიგებელი რაღაცა. არ მოგიდგენიათ? უთვალავი რაოდენობის რაღაცა გამოდის თქვენდა და ყველა თქვენ გახარებაზე ფიქრობს. ყველაფერი თქვენ მსახურებად. ყველა თქვენს გარშემო ცეკვავს. ყველა დაკრულობს ოხრე და ერთი ერთხელ მაინც შემოვხედოს ნახე. წარმოგიდგენიათ რა მაგარია? და ჩვენ გვინდა ეს. ეს არის ჩვენი თუთუცური სურვილი. ისე როგორც ერთი ცნობილი ლექსი რო ერთხელ უგნურმა თაგურამ უკადრისა თაგუა ხო იცით რა. რაღაც ჩიტე გამოვიდა და რაღაც თავიდა. სულაც წავიდა მაგის საქმე. ჩვენ როგორც ანჩხლი ბავშვი. ხოც რომ ზოგიერთი ბავშვი რო უზნეო და ანჩხლია. ბავშვები ყველა საყვარელები არიან, მაგრამ ზოგიერთი არის უჩხავი სუკერი. და სულ ხავი ვარ და ტირი ვარ. ღერთო კაცო მეც ხო ისეთი მემა როგორც შენ ნაწილი ვარ. და მეც მინდა რომ გამოვასხივო ნაწილები და მეც მინდა რომ ყველა მემსახუროს მე. ხარა ეხლა თქო ვიტირებ მომწევი ტირილი. ღერთი მოყვარული მამა, პატრონი, მეგობარი, ყველა ცოცხალი ასე ყველა თავი შვილი. რა თქმა უნდა, ისერად აკმაყოფილებს ამ თხოვნას. და ჩვენ გვათავსებს მატერიის ზეგავლენის ქვეშ. ამ მატერიისაგან, ამ მასალისგან, ამ არაცნობიერი მასალისგან ქმნის დიდ სათამაშოს. რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ჩვენ გონია, რომ ჩვენ გვაქვს ნაწილები. ჩემი ხელი, ჩემი ფეხი, ჩემი გული, ჩემი ცხვირი, დიდი ცხვირი. ყველაფერი მე მომსახურება. ეს არაფერი კიდევ. ჩემი ცოლი, ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი, ჩემი სამშობლო. ჩემი სამსახური, ჩემი ხელფასი. ჩემი მე და ჩემი. იმასაც როცა კი ვამბობთ, რომ ვიღაცას უნდა ვემსახუროთ და ჩვენ სამშობლოს ვემსახურებით. აბა ერთი ჩვენმა სამშობლო პენსია არ დავინიშნოს. ჩვენ მინდა რომ ჩვენი სამშობლო ვემსახუროთ ჩვენ სინამდვილეში. ყველაფერი ეს ჩვენ მივაჩნია, ეს ჩვენ გარშემოა. ჩვენ ვართ ცენტრში. ყველაფერი ჩვენ მომსახურება და ჩვენ თავი გონია ღმერთი. ამას კი არავის ვეუბნებით. იმიტომ რომ საშიშია. შეიძლება საშიში. ჩაგავსვათ. არავის არ ვეუბნებით, მაგრამ ამით ცხოვრობთ. და თუ შესაძლებლობა გვაქვს, ამას ვახორციელებთ მაქსიმალურად. მაგალითად თუ გვაქვს ქონება, სიმდიდრე, თლიანად ვიყიდებთ ამ სიმდიდრეს, რომ რაც შეიძლება მეტი ნაწილმა იცეკვო ჩვენს გარშემო და მეტი მომემსახუროს. გვაქვს ერთი ბინა? ესე იგი აგარაკია საჭირო. გვაქვს ერთი ცოლი, ესე იგი სამი საყვარელია საჭირო. ყველაფერი ამას ხო უნდა, სიმდიდრეს ხო უნდა გამოყენება რა? აქშია, მაინც უნდა ჭამო. არქსივა, მაინც 100 ხელკანსაცველი უნდა იყიდო. და ყველანაირად შევეცდებით, რომ სიმდიდრე ვიმსახუროთ ჩვენ. ღმერთის თვისება. მეორე, ბავშვად ვართ ენით აუწერელი სილამაზის პატრონი. ძალიან ამაზები, ხო? რა უნდა თქვა ამ დროს ვინ? ტომ კრუზი თუ ანჯელინა ჯოლი თუ ვინა? ვართ რა, ძალიან ლამაზები ვართ. ცხადია რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამით გავამრავლოთ ჩვენ საკუთარ რაოდენობა. გამოვიყენოთ მაქსიმალურად. ვართ სწავლული, უკიდურესად სწავლულები. დიახ. ეს ქალბატონი ვიდიყო ეს გამოსახულებაში რო ჩანს ანჯელინა ჯოლის შესაძლოა რომ გაგვითარგმნეს და აი შვარია რაი. მაგას ანჯელინა ჯოლის სიციანო გქარდა.
ამბასადარი. აჰა. Millions of Aishwarya, nice beauty, combined together and you are თუ არ უკიდე განოსწავლულები, ყველაფერი რო ვიცით, ყველაფერი წაკითხული გვაქვს, ყველაფერი შეგვიძლია მართვა, the biggest knowledge. სხვების თავბრუდახვევა, You have knowledge of everything. ილუზიაში შეყვანა ჩვენის ლაპარაკით. You know how to put someone in the ახალგაზრდა ასაკში ადამიანები თავის ცოდნას ძირითადად by your speech. იმაში იყენებენ, რომ გოგოებს თავგზავნიონ. ხო, გოგონები თავის სილამაზეს იმაში იყენებენ, რომ ახალგაზრდა პაწულებს აუვნიონ თავგზა. რომ მათ გარშემო თავის გარშემო აცეკვონ. ის თავის სილამაზით ცდილობს, რომ თავის გარშემო აცეკვოს ახალგაზრდა პაწულები. ეს თავის ცოდნით ცდილობს თავის გარშემო აცეკვოს ახალგაზრდა გოგონები და ესე. თუ არ ძლიერები, თუ გვაქვს ძალა, უხეში ძალის პატრონიც კი ცდილობს, რომ სხვებზე გაიმარჯვოს და მთელმა ქვეყანამ ასე ელაპარაკოს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ნატიფი ძალის პატრონები რას აკეთებენ? ხო? რომელიც პრაქტიკულად თვლიან, რომ მართავენ მსოფლიოს. და ზოგიერთი მსოფლიოს კი არა. შეიძლება სამყაროს ფიქრობს, რომ მართავს. არ მოგიდგენიათ მისი განწყობა, რომ ის ფიქრობს, რომ თემი სამყარო მის გარეშე ცეკვავს. აქ ბევრსა გაბონილი, მაგრამ ვინაც არის ის იყო ესეთი ერთი. აწერილია წმინდა წერილებში ხირანია კაშიფო. ნახევარ ღმერთები, რომელიც სამყაროს მართავენ და იძლევიან შუქს, გრავიტაციას, სითბოს, სიცივეს, ყველაფერს, გაყარა ყველანი სადღაც მიკუჭნული იყვნენ სამყაროს კუთხეში დამალულები. თვითონ აკეთებდა ყველაფერს. ტელეკომუნალურ გამოსახულება თვითონ აკეთებდა ყველაფერს, და სამყაროს თვითონ მართავდა. მაგრამ მას თავის ბედი ეწია. კრიშნას ყველა ეს ხუთი თვისება, ხუთი რომელი ესე იგი სრული სილამაზე, სრული ძლევამოსილება, სრული ცოდნა, სრული არ განდეგროვა მეექვსე ბოლოში იყო სილამაზე. სულ მავიწყდება ეს ხუთი. სრული სიმდიდრე და კიდევ ერთია. დიდება თქვით. როგორ? დიდება. სრული დიდება. გამოგიდგენიათ? კრიშნას ეს აქვს სრულად. აბსოლუტურად სრულად, ძალიანად. მაგრამ მას აქვს მეექვსე სრულყოფილება. ყველა ის პიროვნება, რომელსაც უთვალავი სიმდიდრე აქვს, მელობლოვან სიმდიდრის მონახდება. ყველა ის, რომელსაც საოცარი სილამაზე აქვს, ამ სილამაზის მონახდება და სიმერეს თავს იკლავს. ყველა ვინც აურაცხელი დიდება გააჩნია, მე როცა კარგავს ამ დიდებას, როცა სპასა შეუდგენს სპანი დავით აღმაშენებელის განობადი სიამოვნისანი, როცა დიდება ჩაქრეს, კრთალი გახდეს და სხვას დაემორჩილოს ლაშქარი და სახელმწიფო, მაშინ შემიწყალე უხალო ღმერთო. ვერ ეწევა ტრაგედია, იმიტომ რომ ყველაფერს ბოლო აქვს. ყველაფერ ამას ხუთს როცა თავზე ადამიანი მისი მონახდება, მისი მსახური. მიუხედავად იმისა, რომ უნდა ესენი იყოს მისი მსახური. მაგრამ კრიშნას აქვს სრული განდეგილობა. ის სრულად არ არის დამოკიდებული ამ ხუთ სიდიადეზე. სრულად გააჩნია. ხუთი საოცნებო სიდიადე სრულად გააჩნია. ხუთი საოცნებო სრულყოფილება. სრულად. მაგრამ ასევე სრულად არ არის, საერთოდ არ არის დამოკიდებული ამაზე. ისინი პირიქით მისი მსახურები არიან, ყველა ეს სიდიადე, კრიშნას მსახურები. კრიშნა არ არის მსახური. ეს ყოველთვის თავის სიყვარულის გავლენის ქვეშ ექცევა ხოლმე. ყველაფერ ამასთან. შრი ვიჯაიო კუთირ. ყველაფერ ამასთან. ერთად კრიშნა არის საწყისი ურყევის ნეობისა. მისი სურვილი მომხდარი ფაქტია. ის რაც მოსწონს კანონია. და არასოდეს არ მოსწონს ის რაც მის ნაწილებს არ მოსწონს. არავის ძალით არ აფროს თავს. ძალადობას არ იწევა. მაგრამ ის არის ურყევის ნეობრიობის წყარო.
ის თავისი სრულყოფილებით ყოველთვის ამჩნევს თუ ვინმე რამეს ისე არ აკეთებს და ყოველთვის მიუთითებს, რომ იცი რა, შენ შორდები ამ ზნეობრივობას. აი ჩვენ გვინდა გქონდეს ნაწილები. ჩვენ გვინდა გქონდეს შრი, ჩვენ გვინდა გქონდეს ფუტირ, ჩვენ გვინდა გქონდეს ვიჯაია. მაგრამ თრუვამატირ, თრუვანიტირ, მაგრამ ურხევი ზნეობა არ უთავსდება ყველაფერი ამის ფლობას. დაუკვირდით რისი თქმა მინდა. როდესაც ნაწილი ცდილობს გადაიქცეს მთელად, მთელთან ხონდეს ურთიერთობა კი არა, გადაიქცეს მთელად, აქ იწყება ზნეობრივების დარღვევა. ანუ უკვე აღარ არის ეს ურყევის ზნეობრიობა. არ შეიძლება გამოიყენო შრი კრიშნასთან ცალკე. ისევე როგორც უძველეს ეპოში რამაიანაში არის აღწერილი, მაღალი რამას მეუღლე სიტა მოიტაცა დემონმა, 10 თავიანმა დემონმა. ძალიან ძლევამოსილი დემონი იყო. 10 ჭკუა ჰქონდა, 10 გონება ერთდროულად მუშაობდა. 10 პარალელური პროცესორი. არავინ არ იყო მისი მძლეველი. მოიტაცა და შეეცადა რომ დამტკბარიყო მისი სილამაზით. არაფერი არ გამოვიდა, რამბამის დაამარცხა. შეუძლებელია რომ ღმერთის სახურით, რომელსაც კეთილდღეობა ქვია, რომელსაც ბედიღბალი ქვია, შეუძლებელია ღმერთთან ცალკე დავტყვეთ ამით. ჩვენ თუ გვინდა რომ მივიღოთ კეთილდღეობა და ბედიღბალი, ჩვენ უნდა ქედი მოვიხაროთ უზენაესი ღმერთის წინაშე, ანუ რამე უფრო ამაღლებულ ურთიერთობაში შევიდეთ და ეს კეთილდღეობა თვითონ გვაქცევს მერე ყურადღებას უკვე, როგორც ღმერთის ღირსეულ სახურს, როგორც ღმერთის მოყვარულ სახურს. თვითონ მოდის. ცალკე არასოდეს არ არის. ღმერთისაგან ცალკე არასოდეს არ არის. სრული ძლევამოსილება ვიჯაი არასოდეს არ არის ღმერთისაგან ცალკე. ის მხოლოდ ღმერთთან ერთად შეგვიძლია. ნახოთ პრაქტიკაში. როდესაც შრი კრიშნამ დატოვა ეს სამყარო, მატერიალური სამყარო, ეს პლანეტები, დამწუხრებული არჯუნა ამ ამბავს მოუთხრობს თავის ძმას, იმპერატორს იუდჰიშთირას, მსოფლიოს იმპერატორს. და ის ეუბნება, რომ მე ისევის ეტლი მყავს, რომელიც კურუქშეტრას ველზე გამაქროლებდა აკეთიქით, გამარჯვების მომტანი. საოცარი საბრძოლო ეტლი ხოდა ფრენა შეეძლო. მე ისევის მშვიდი მაქვს, განდივა, ჩემი მშვიდი, რომელსაც მე გამარჯვება არაერთხელ მომიტანა. ისევ ის ვასალები და თანამებრძოლები ჩემ გვერდით დგანან, მაგრამ იმდენიც კი ვერ შეძლელი, რომ ტყის ყაჩაღებს გამკლავებოდი, როდესაც კრიშნას ცოლები მომყავდა დვარაკადან ჰასტინაპურში. ტყის ყაჩაღებმა მაჯობეს. ამართვეს 16,000 კრიშნას 16,000 ცოლი, რომელიც დავალებული მქონდა, რომ ან ჩემ ვალად იყო, რომ მე მომეყვანა ჰასტინაპურში. შვილდი ვერ მოვზიდე, კეტივით მეკავა, ხეშ და ესე დავსდებდი ამ ყაჩაღებს და ისინი იცინოდნენ, დამცინოდნენ მე. კარბოდნენ და დამცინოდნენ. ყველაფერი ამას რაც ძლევამოსილობის ნიშანი იყო და რაც მე მხდი და დიად მეომრად, არაფერი ძალა აღარ ქონდა. მაშინ როცა კრიშნა არ იყო ჩვენს გვერდით. და მე მივხვდი რომ ამას ყველაფერი ძალა მაშინ ქონდა, როცა კრიშნა იყო ჩვენს გვერდით. გავიგეთ? არავით არის ზებუნებრივი ძალები. ვერ იქნება ჩვენი ბედნიერების საწყის და ვერ იქნება ჩვენი მსახური. თუ კრიშნა არ არის ჩვენს გვერდით, თუ კრიშნა არ გვაძლევს ამ ზებუნებრივ ძალებს. მაშინ ესე დავსვათ შეკითხვა. რითი მიაღწია არჯუნამ
იმას, რომ კრიშნას გვერდით იყო. რითი მიაღწია იმას, რომ ის იყო უძლეველი მეომარი. რითი მიაღწია იმას, რომ ყველაფერი მას წყალობდა. შრი ვიჯაიო პუტირ. ეს ძალიან ბევრჯერ და ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ ამის შესახებ. არჯუნამ მიაღწია ამას იმით, რომ მან გაიგო რა არის ურყევის ნეობა. ნამდვილის ნეობა, ურყევის ნეობა რა არის. რუანი ტირ. და რა არის ურყევის ნეობა? რა არის ნეობის ღერძი? რა არის მთავარის ნეობა? მთელი ამ სწავლების ბჰაგავად გიტის ბოლოში, ბჰაგავად გიტაში მთელი ამ საუბრის განმავლობაში, როცა ბრძოლის ველზე კრიშნა გადაცემს ამ უდიდეს ცოდნას არჯუნას, ის მას აძლევს უამრავ ტექნოლოგიას, უამრავ მეთოდს, როგორ უნდა იმოქმედოს სწორად, როგორ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ცუდი შედეგი არ მოიტანოს შემოსაქციელმა, როგორ უნდა დაკავდე 800-ფეხურიანი იოგით იმისათვის, რომ შენ მატერიალის ტყეობიდან გახვიდე, როგორ უნდა მოთოკო შენი გონება, როგორ აღზარდო შენი გონება, ისე რომ მან მუდამ სწორ გზებზე გატაროს. მაგრამ საბოლოოდ კრიშნა ეუბნება არჯუნას, რომ ეს მეთოდებს, ამ მეთოდებს შენ დამოუკიდებლად ვერ გამოიყენე. არ გეყოფა შენ ძალა იმისათვის, რომ ყველაფერი ეს დამოუკიდებლად გამოიყენო. დაიბნევი. ამიტომ დაივიწყე ყველა ეს მეთოდი. დაივიწყე ყველა გზა, ყველა რჯული, ყველანაირი პრინციპები და მე მომენტე. ამით კრიშნამის კი არ უთხრა დაივიწყე, რომ აღარ მისდიო და ურჯულო გახდი და არ ამზადაო. არა. შენ იმოქმედე იმ ცოდნით, რაც შენ მოგეცი. მაგრამ შენი თავის იმედი რომ გექნება მე მომენტე. ეს არის უმაღლესის ნეობა. თუ ადამიანს არ აქვს, თუ ადამიანი არ არის მინდობილი ღმერთი, თუ ადამიანს არ აქვს ღმერთის იმედი, თუ ადამიანი გვერდი, თუ ადამიანი მუდმივად არ გრძნობს ღმერთის არსებობას მის ცხოვრებაში, მაშინ ყველანაირი განათლება, ყველანაირი მორალი, ყველანაირი რჯული, ყველანაირი რელიგია სავსებით გამოუსადეგარია. იმიტომ რომ ყოველთვის სადღაც შეცდომით გზებზე ატარებს ადამიანს. აბა დაფიქრეთ თქვენ თვითონ. ისტორია რა ჩვენთვის ცნობილია, ყველა ისტორიის ყველა მონაკვეთზე რა მოიტანა რელიგიის უბრალო პრინციპების შესრულება ღმერთის გარეშე, მხოლოდ ომი, უბედურება და კონფლიქტი. მხოლოდ ომი, უბედურება და კონფლიქტი. მხოლოდ ტანჯვა, მხოლოდ ფანატიზმი, მხოლოდ ადამიანების ოთხად გაჭრა, თავის მოკვეთა, მათრახებით გაშოლტვა, ცეცხლზე დაწვა. ყველაფერი ეს რელიგიის სახელით. თუ ადამიანი არ ендობა ღმერთს და მისი სახელით არ მოქმედებს, საკუთარი სახელით ის ყოველთვის შესწავლებს უშვებს. ანუ ყველა ამ რელიგიური პრინციპების ინტერპრეტაციაში ის იმდენად მრავალფეროვანია ეს რელიგიური პრინციპები, რომ მათი დაბნება ძალიან ადვილია. ამიტომ უმაღლესის ნეობა არის კრიშნამდე მინდობა. და ის კრიშნას ვინც ენდობა, მასთან მოდის შრი ვიჯაიო პუტირ. და ესეთი პიროვნება არასოდეს არ გახდის მსახურს, არც შრის, არც ვიჯაიოს და არც პუტირს. არასოდეს არ დაიყენებს და არ წარმოიდგენს, რომ ეს მან მიიღო დამოუკიდებლად ძლევამოსილება, კეთილდღეობა, ბედიღბალი, ქონება, ძალები. არა, ის არასოდეს არ წარმოიდგენს ამ მსახურად. იქით თვითონ ყოველთვის ემსახურება ყველაფერ ამას და კრიშნას უძღვნის. აი ეს არის უმაღლესის ნეობა.
ამ ზნეობის გარეშე ყველაფერი ეს შრი ვიჯაიო პუტი არის დამღუპელი. ხოლოდ არჯუნამ რომელიც იყო კრიშნაზე მინდობილი არჯუნა ძალიან ძლევამოსილი პიროვნება იყო. დღევანდელი ძლევამოსილი პიროვნების რო შევადაროთ არჯუნა სასაცილო იქნება უბრალოდ. არჯუნა იყო ყველა პარამეტრით ჯერ უფლისწული იყო სამეფო წარმოშობის სამეფო სისხლი. მერე იყო ძალიან ლამაზი. ძალიან მიმზიდველი და ესეთი პიროვნება ყველას მოსწონდა. საოცარი ცოდნე ისტორიის, მუსიკის, ხელოვნების, ყველაფრის ძალიან კარგად იცოდა. იყო საოცარი მეომარი, შვილის ფლობა. მას შეეძლო ღამით ებრძოლა უხილავი სამიზნის წინააღმდეგ. საოცარი გამოცდა გაიარა, მას მიღწეული ჰქონდა იოგას უმაღლეს საფეხურებზე, ხარანა და თქიანა, კონცენტრაციის და მედიტაციის უმაღლეს საფეხურებზე. უძლეველი იყო. არმიები შეეძლო დაემარცხებინა მარტოს. არასოდეს არაფერი არ შეშლია. ყველასთვის იყო საყრდენი, ყველასთვის იყო იმედი ყოველთვის. როგორც თავის ოჯახში, ასევე ოჯახის გარეთ. საოცარი პიროვნება. ყველას გახსოვთ ალბათ ის ისტორია, როდესაც საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა 5 ძმა პანდავები და 5 ძმა კაურავები, 100 ძმა კაურავები, ანუ და პლუს აშვათხამა კიდე 106 მოსწავლე ერთად გადიოდნენ საბრძოლო ხელოვნებას. ძალიან ნიჭიერი, ძალიან შესაძლებლობებს მქონე პიროვნებები და მათმა სულიერმა მოძღვარმა, რომელსაც საბრძოლო ხელოვნება უშუალოდ ღმერთისგან ჰქონდა მიღებული, ესეთი გამოცდა მოუწყო. გამოდით ერთ უთხრა, აიგეთ შვილდიო, არა. ჩვენ სადღაც შორს ტყეში მაღალ ხეზე დააყენებინა შევარდენის ფიტული. აბა გამოდით, მოზიდეთ შვილდი, ხედავთ შევარდენს, ხედავთ მის თვალს, რომელშიც ის არ უნდა გაარტყათ. ხედავთ თქვენს ისარს, ხედავთ თქვენ შვილს, კიდევ ხედავთ ყველა სათითაოდ. ყველა ამბობდა რომ კი მე ვხედავ იმას, ჩემს ისარსაც ვხედავ, ჩემს ხესაც ვხედავ, შევარდენსაც ვხედავ, შევარდენის თვალსაც ვხედავ. არასროლინა. მოძღვარმა, მასწავლებელმა, არის როლოდ ვერ გაარტყამთ. ერთ-ერთი არჯუნა აღმოჩნდა ესეთი თქვენ დაგჭრდილეს არა ახალი მოსული სტუმარი. შეგიძლიათ აქეთ მოიწვიოთ ცოტა. ერთადერთი არჯუნა აღმოჩნდა ესეთი რომ გამოიყვანა არჯუნას და მოზიდებ შვილდი ხედავ შენს ისარს, ხედავ ხეს, რომელზეც შევარდენია, ხედავ შევარდენს, ხედავ მის თვალს, სადაც ის არ უნდა გაარტყა, ხედავ. აი ეხლა დაუმიზნე და ეხლა მითხარი რას ხედავ? არჯუნა თქვა მე ვეღარაფერს ვეღარ ხედავ, მხოლოდ შევარდენის თვალს ხედავ, სადაც ის არ უნდა გავარტყა. მთელი სამყარო გაქრა მისთვის, დარჩა მხოლოდ ის მიზანი ერთადერთი, ეს არის კონცენტრაციის, მედიტაციის უმაღლესი დონე. და ესროლა გაარტყა რაღაც იქ რაღაც შეუძლე თვალში. და ასეთი პიროვნება გააკეთა არჩევანი. ბრძოლის წინ, როდესაც აგროვებდნენ საბრძოლო ძალებს, სხვა სამეფოები, რომელიც წინამდე იქნებოდა ვინის მოხრებს აგროვებდნენ. კრიშნა იყო ერთ-ერთი სამეფოს მფლობელი მაშინ და ყავდა ძალიან ძლევამოსილი და ბრძოლებში გამოცდილი არმია. არჯუნა და მისი მოწინააღმდეგე, მისი ბიძაშვილი დურიოდხანა ერთად მივიდნენ, ერთ დღეს მოხდა ის, რომ ერთ დღეს მივიდნენ კრიშნასთან. რა დიდ ისტორიებს არ მოვიყვებით, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევანი ჰქონდათ, რომ ან კრიშნას არმია უნდა ერჩიათ, ან კრიშნა უნდა ერჩიათ თითო. და კრიშნა თქვა, რომ
კარგად დაფიქრეთ, მე თუ ამირჩევო, მე იარაღს ხელში არ ავიღებ. მე ვიქნები რჩეველი. იარაღს ხელში არ ვიბრძოლებ. ერთს ეყოლები მე, მეორეს ეყოლება ჩემი არმია. არჯუნა მაიჩია კრიშნა. კრიშნას გაუკვირდა, არჯუნას ძალიან სიმპათიით უყურებდა არჯუნას და ეს პირდაპირ არ უთქვია და მახაფარატაში ეს არ წერია, მაგრამ ალბათ იფიქრა შენ გაზრო რა ლაბორატორიას სად საკეიფო თქვა მიდიხარ მე რომ მირჩევო ომი გელოდება უზარმაზარი ომი წინო და აგერ არმია გამოსტილი არმია უზარმაზარი არმია არჯუნა მარა მე შენ მირჩევ ის თლიანად მიედო კრიშნას თლიანად თავის ბედი მიედო კრიშნას და კრიშნამ ითავა მისი საომარი ეტლის მართვა ანუ მისი ცხოვრების ეტლი მართვა აიღო კრიშნამ თავის თავს აი ამას მე მინდობა თლიანად მიყავდა კრიშნას მიიყვანა გამარჯვებები სწორედ ეს არის კრიშნასთან მინდობა როცა შენ მუდმივად მასთან ერთად როცა ეს გზნო მის არსებობას გზნო მის შენთან ყოფნას გზნო მაშინ შენ ემსგავსები არჯუნას და განწირული ხარ გამარჯვებისათვის შენთან მოდის შრი ვიჯაიო ფუტირ რადგანაც შენ გაქვს ურყევის ზნეობა და შენი ურყევის ზნეობის ნიშანია რომ შენ კრიშნა ირჩი შენ კრიშნას უზენაეს ღმერთს მიენდე ეგრე საგვარისია ლაპარაკი შენ დავიტოვო დრო და უფრო ინტერაქტიული ურთიერთობისათვის იმიტომ რომ ყოველი ლექციის ბოლოს რაღაც შეკითხვები აქვს ხოლმე და მე გადავდივართ იქით პრასადის დროს ამით დავასრულოთ ჩვენი ლექცია და გთხოვთ თქვენი შეკითხვები, მოსაზრებები, დამატებები, შენიშვნები, საჩივრები არის რამე შეკითხვები და შენიშვნები და რაღაცები თუ ყველაშია არ არის შეკითხვები? შეიძლება? კი, როგორ არა? განდეგილობა რას ნიშნავს? What is renunciation? თქვენი კიდე გამომდინარე კრიშნას უმაღლესი განდეგილობა რო აქვს? დიახ. აი ეს ყოველივე რო აქვს და თან განდეგილი რო არის, ეს როგორ უნდა გავიგოთ? The word renunciation. განდეგილობა ეს არის მეთოდი სულიერ გზაზე, მაგრამ ასევე განდეგილობა არის აი ამ ურყევის ნეობის ერთ-ერთი ასპექტი. Renunciation, in other words, ჩვენ ზოგადად გვახასიათებს უკლებლივ ყველა ცოცხალ არსებას ბედნიერებისკენ სწრაფვა. უკლებლივ. შეგვიძლია ვთქვათ პრინციპში რომ ჩვენი თავარ მიზანი არის ვიპოვოთ ბედნიერება. და ამ ბედნიერებას ვეძებთ ყველგან. სადაც არის და სადაც არ არის. ყველგან ვეძებთ. ერთი კაცი ღამით ფანარის შუქის განათების აქვეა ღამის ფანარის ქვეშ რაღაცას ეძებდა და მეორე მივიდა და
ასე ვთქვა, ხორდა გეხმაროთო და გასაგები დავკარგე და ვეძებო და აქ დაკარგეო რა, აქ არ დამიკარგავსო რა, აქ არადებულია და ვეძებო. ესე იგი ჩვენ ძალიან გვახასიათებს რომ ჩვენ ბედნიერებას ვეძებთ იქ სადაც როგორ არ არის. და ბედნიერების ძებნაში ხან იმას ჩაუვლებს ხელს, ხან იმას ჩაუვლებს ხან იმას და ჩვენ ყველანი მიდრეკილი ვართ მიჯაჭვობისაკენ. ჩვენ ვეჯაჭვებით რაღაცას. რა ჩვენი ბედნიერების წყაროდ მიგვაჩნია. ამას ამ მიჯაჭვობას, როცა ჩვენი გრძნობები დაკმაყოფილებას ეძებს და ჩვენ რაღაცას ვეჯაჭვებით, ამ მომენტს ძალიან დიდი უბედურება მოაქვს ჩვენთვის. და კრიშნა გვასწავლის, რომ მიჯაჭვობას, როდესაც კაცი გამოდვებით საცდურს ეხება, იგი ამ საცდურს ეჯაჭვება ყოვლის მედეგად. მიჯაჭვობა თავის მხრივ ტკბობიშის ბადებს, ხოლო ტკბობიშის ვრისხანება მოსდევს შედეგად. ვრისხანებისგან იბადება თავ დავიწყება, თავდავიწყება სხვაში მოსდევს ჭკუის არევა. მერე ჭკუის არევა გონსაც ახშობს, ხოლო გონდახშობს. ყოლავ წუთისოფლის ტყვეთა რიგში ერის გარევა. საბოლოო ჯამში ეს შეგონება გვასწავლის, რომ მიჯაჭვობა ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მატერიის ტყვეობაში ვართ. აი ამ მიჯაჭვობის მოთოქვას, ამ მიჯაჭვობის დაძლევას ეწოდება განდეგილობა. როცა შენ უარსამობ იმაზე, მაგრამ მუდმივი მოთმინება, მუდმივი უარის თქმა, მუდმივი თვითგვემა არ არის ცოცხალი არსების თვისება. ცოცხალი არსების თვისება არის ბედნიერებისკენ სწრაფვა. ბედნიერება გვინდა. და რა ის ბედნიერება თვითონ შეიძლება საიდან ეს ბედნიერება? რა სად არის ბოლობურეს შეპირებული ბედნიერება? კრიშნა გვეუბნება, რომ მიჯაჭვობა ორი ეტაპისაგან შედგება. ჯერადი აუცილებლად განდეგილობა ორი ეტაპისაგან შედგება. პირველ რიგში საჭიროა თავშეკავების საშუალებით რაღაცებზე უარი თქვათ, რაც ხელს გვიჭრის ბედნიერების ძებნაში. უარი უნდა თქვათ იმ სიმრიყვეზე, რომელიც გვაიძულებს ჩვენ დაკარგული ბედნიერება ვეძებოსაც არ არის. просто იქ განათებულია და გონია რომ იქნება ბედნიერება, არ არის. გვინო დუდუკი ქალები არ არის იქ ბედნიერება. ვისაც არ ჯერავს, რომ მისდევს გვინო დუდუკი ქალებს და მამაკაცების ფორმულა ესეთი არ ვიცი, ხალების ფორმულა როგორია, მაგრამ იგივეა დაახლოებით გვინო დუდუკი ქალები ვის მისდევს. ვერ კმაყოფილდება, სულ უნდა. ეს არ არის ბედნიერება. ბედნიერება არის რომ შენ ბედნიერი ხარ და მე კიდევ იზრდება შენი ბედნიერება. აი სულ რო საწვავი გჭირდება და სულ კიდევ ნარკოტიკი, კიდევ ხალი, კიდევ ეს არა ბედნიერება. და თვითონ ადამიანი არა ბედნიერება. ავადდება, ან ნარკოლოგიურში ხდება, ან საავადმყოფოში ხდება კუჭის ხურულის გამო, ან ვენეროლოგთან ხდება, ან რა ვიცი სად არ ხვდება და არ არის ბედნიერება. იმიტომ რომ და მე გიждდება და რისხანებას იწვევს. და მე ისევ ეფლობა ამაში ყველაფერში. და საბოლოო ჯამში მისთვის უკვე ბედნიერება კი არა, რაღაც ეს სულელური გატაცებები ხდება თვისებად, რაც მას გუპავს. მაგრამ კრიშნა გვეუბნება, პატაჯალის გვეუბნება იოგა სუტრებში. ჯერჯერობით უნდა შეიკავოთ თავი რაღაცეებისაგან, მაგრამ მერე ღმერთი გაძლევთ გემოს. ავანსად რაღაც ისეთ მაღალ გემოს გაძლევთ, რომ ის ძველი გავიწყდებათ. კრიშნა კიდევ სამსებით გარკვევით ეუბნება არჯუნას, რომ ბრძენია ის ადამიანი, რომელმაც შეძლო გზნობები მოთოკა და მე ეს გზნობები მომამყრო მე უზენაეს მიზანს. არა გზნობების მოთოქვა, თავის საკუთარი დაჩმორება, ფანატიკოსად გადაქცევა არ არის განდეგილობა. განდეგილობა არის, როდესაც შენ მიჯაჭვობას უცვლი მიმართულებას. როცა შენ ამარცხებ
But მატერიასთან მიჯაჭვულობას და იმით არის კრიშნასთან მიჯაჭვულობას. position, what happens? პრაქტიკულად ნამდვილი გამდეგილობა არის სწორი მიჯაჭვულობა. Yeah. იმიტომ მიჯაჭვულობის გარეშე ცოცხალ არ შეუძლია. The horses არ შეიძლება რომ ამას არ მიეჯაჭვოს. ამასთან ურთიერთობა არ ქონდეს, რამე არ მოეწონოს, რამე არ უყვარდეს, ვინმე არ უყვარდეს, არ შეუძლია. ჩვენი ბუნება ეს სიყვარული. another direction. And და კრიშნა ამბობს, so like that. მაია საქთა მანახმარტყა იოგამ იუჯან მადაშრაია ხასამშაიამ სამაგრამ მამ მეათხა გიასიციტა ჩვინო. ახლა ისმინე პრითქის ზეო როგორ მომაღწევ ეჭვებისაგან საბოლოოდ თავისუფალი თუ მუდამ ჩემზე მოპყრობილი ჭკუაგონებით იოგას გზებით თავშესაფრად სანი უფალი მუდამ ჩემზე მოპყრობილი მუდამ ჩემზე მიჯაჭვული ჭკუაგონებით და ეს არის ჩვენი იოგას ბაქტი იოგას გზაზე მნიშვნელოვანი საფეხური. In the Gita, it is the drawing. მაი ამასაც მოგიყვები, ხო? I will tell you this. ადამიანი, როდესაც ხდება წყალობას, წმინდანს, წმინდა წერილს, მისი ცნობიერება იცვლება. როდესაც მისი ცნობიერება იცვლება, ის ეძებს თავისივე მსგავს ადამიანებს, რომელთაც ცნობიერება სოფხედობა შეცვლილი აქვს. There is a sense, like you cannot see. პირველ ეტაპში რა თხათვია წმენა. This is eyes. სოფხედობის წმენა, უბრალოდ წმენა კი არა, სოფხედობა. მეორე არის სათხუსანგა, ეს არის ურთიერთობა These horses, შენს თანამოაზრეებთან და მერე სულიერი მოძღვარის მიღება. they are like horses. შემდეგი ეტაპი არის, როცა სულიერი მოძღვარი შენ გეუბნება, ვიცი რა, შენ ესეთი ხასიათი გაქვს, Or else შენ ესეთი დანიშნულება გაქვს, შენ აი ესე უნდა იმოქმედო get you და out or drop you in there. შენ არ ხარ ბატონი, So that's, შენ ხარ მსახური. that's very hard. შენ ნაწილი ხარ, თელის ნაწილი, შენ არ ხარ თელი. და გეუბნება, როგორც ნაწილი, შენთვის ეს საქმიანობაა კარგი და სწორი. ჩვენს ტრადიციაში მოგონო პრაქტიკულად ყველას ეუბნება, რომ უნდა აღიდგინო შენი მსახურის ბუნება. So the thing is that და ამას ქვია ფაჯანა კრია. ფაჯ მსახურებას ნიშნავს ფაჯანა, ანუ რეალური მოქმედება, რეალური მსახურება. როცა რეალურად უკვე მოქმედებს, სულიერი დავალება. then it's easy to direct. და მე აღმოაჩენ, რომ თურმე 1000 უბედურება გიჩნდეს ხელს. ამას ანართხები ქვია, რაც ხელს გიჩნის. Service of the Krishna. Service. Krishna says, ახორცობა, კმობი ჟინი, სიხარბე, you can eat this ამპარტავლობა, შური, ილუზია natural. და იწყებ ამათთან ბრძოლას. თუ შენ წარმატებით ეს ბრძოლა წარმართე, გავყიდით, თუ აი ამ სავსებით არასასურველ თვისებებს გულიდან ნელ-ნელა მოიგლეჭ, აქ არის საჭირო თავშეკავება, განდეგილობა, პირველი ეტაპი, რაღაცა თავი შეიკავა. თუ ამას ამოიგდებ, მე შედიხარ მდგომარეობაში, რომელსაც ქვია ურყევი ცოდნის მდგომარეობა, ნიშთხა. როცა შენი რწმენა კი არა, შენი რწმენა უკვე ცოდნად იქცევა. უკვე რეალურად ხედავ იმას, რაც ის გჯეროდა. და ამის შემდეგ გრძნობ გემოს. რუჩი. ეს გემო, იცით რას ნიშნავს? მეგობრობის გემო ხომ ცნობილია თქვენთვის რა არის, ხო? The money which you შეყარებულთან ურთიერთობის გემო ცნობილია ალბათ ყველა ალბათ არ დაგვიწყდიან შენ, ხო? for another, ხო ცნობილია. nonsense. აა Your money also suffers. კიდე რა? Lakshmi also suffers. დროსტარების გემო ცნობილია. If you want to სიმდიდრის გემო ცნობილია. შეიძლება ბევრს არ გამოუცდია ხო უსაზღრო სიმდიდრე, მაგრამ სხვას რო უყურეს უკვე გემოა. ასევე არის რაღაცა გემო. რაღაც გემო, რომ შენ მარტო არ ხარ. რომ შენ პატრონი ხავს. რომ ის ყოველთვის დაგიცავს და გემო ძალიან ტკბილი ურთიერთობებისა. ის კი არა რომ უბრალოდ უნდა ეთაყვანო, უნდა ეთაყვანო და მოხლებზეც უნდა დაეცე და შუბლით უნდა ურტყა მიწას, მაგრამ თურმე ეს არ ყოფილა მთავარი. თურმე მას სჭირდება შენი სიყვარული და შენს გჭირდება მისი სიყვარული. სიტყვა ეს გემო გჭირდება.
მასაც და შესაც, ორივეს. მასაც არ შეუძლია ამის გარეშე. კრიშნას. ჩვენ ხარ შეგვიძლია და შეგვიძლია. ის ახლა მაგას აგვარებს, იმიტომ რომ უამრავ ნაწილებს ასხივებს და ყველა სიყვარულით განსხვავებული. ჩვენ ხო თქვა სულათავ. შესაბამისად, ასე მდგომარეობაში, როცა მე ამ გემოს ეჯაჭვები და მე გავიწყდება ღვინო დუდუკი კალები. ანუ აღარ გჭირდება თავშეკავება ამისაგან თავშეკავება აღარ გჭირდება. და უკვე აქ იწყება ნამდვილი განდეგილობა. ნამდვილი განდეგილობა ასახტი. მინდორსა შენ ეჯაჭვები კრიშნას გემოს. მანამდე თავშეკავება. აი ეს არის შენს მარტივ შეკითხვაზე უზარმაზარი პასუხი. ჰარი კრიშნა. ჰარი კრიშნა. მადლობა. And if you want to touch, devotees, you can touch devotees, no ვინც უბრალოდ კიდევ ერთხელ დემონმა რომ ყოფლის საპირისპირო გზა ირჩია, ამის გამო უბედურებას გაიცნო. თან გაინტერესებს. Anyways, there is a დემონი აუცილებლად რაღაც თუ ადამიანმა უფლის საწინააღმდეგო და საპირისპირო გზა აირჩია, ანუ თუ რაღაც დემონურ გზას დაადგა. მაშინ ამას განიცდის თუ არა, ხო? განიცდის თუ არა ვინ? არა, უბედურებას თუ გაიცნო. დემონი თვითონ ეს პიროვნება თუ ღმერთი? დემონი. ხო, ამას განიცდის თუ არა? ხდება თუ არა, განიცდის თუ არა? So the question was, if you choose between these two, you know, what I said to you, if you choose the better, I mean the demonic way, დემონები will you ნამდვილად არიან, ღმერთებიც, ნახევარღმერთებიც ნამდვილად არსებობენ. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმით, რომ ნახევარღმერთებს უჭირავთ თანამდებობები ღმერთის მიერ დავალებული ამ სამყაროს სამართავად. ყველაფერი რა ჭირდება ამ სამყაროს არსებობისათვის, რომ უზრუნველყოს მისი არსებობა და რაც მთავარია უზრუნველყოს მისზე შედეგობრივი კავშირები, ცოცხალი ადამიანების ბედის განსაზღვრა, ფორმულის განსაზღვრა, რასაც დასცეს, იმას მოიმკი. ამას ასრულებენ ღმერთები. 30 მილიონი ღმერთი, 33 მილიონი ძაფით ვათაბაშებ ჩვენ. ყველგან არის ძაფები, ყველა ორგანოში, ყველგან ატიფსხეულში, უხერხეულში, ჩვენ twinში, ჩვენ შინაგან სეკრეციის ჯირკვლებში ყველგან. ეს ამის რეალიზება მოხდეს, რომ ჩვენ რაც დავთესეთ, ის მოიმკათ. კარმის განმას. არსებობენ ესენი ამ მოვლენებს ასრულებენ, თავიანთ კაბინეტებში სდიან პირობითად. ეს კაბინეტები სოფლიო ჭკუაში, სამყაროსეულ ჭკუაში მდებარეობს. ეს ჭკუა ტვინი არ არის, ჭკუა არის განსაკუთრებული ენერგია, ოკეანე, სამყაროსეული ცნობიერების ოკეანე. ვახთ აქ თავიანთი ადგილები. ზოგი ძალიან რისხანია, ზოგი ძალიან ესეთი. არჯუნამ დაინახა კრიშნას ყოველ დაინახა ეს ყველაფერი. ხოლო დემონები მუდმივად ხელს უშლიან ამ ღმერთებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში. ეს არის ძირითადად ეს დემონური ბუნება. თვითონ დემონები რას განიცდიან? ეხლა გეტყვით. დემონები ეს ცოცხალი არსების განსაკუთრებული ჯიში კი არ არის. ხარ დემონი და მორჩა. არა, ეს არის ცნობიერების მდგომარეობა. არის გარკვეული ცნობიერების მდგომარეობა, როცა ადამიანმა იცის, რომ ღმერთი არსებობს
იცის რომ ყველაფერს მართავს. მაგრამ იგი დარწმუნებულია რომ ეს ღმერთი გახდა ღმერთი. ეს არის დემონური განწყობის. მე წარმოუდგენია რომ არსებობს უამრავი ჯაჭვი ეს იმაზე ძლიერი, ეს იმაზე ძლიერი, ეს იმაზე ძლიერი, ეს იმაზე ძლიერია. ის კი გრიშა, ის ძალიან მაგარია და იმაზე ძლიერი არავინ არ არის, მაგრამ ალბათ არის შეიძლება კიდევაც იყოს, აიცი ახლა. ყველა ერთმანეთს ძლიერია და შეიძლება მის კიდე იყოს ვიღაცა, მაგრამ ის ვინც არის? ის გახდა ეგეთი. თავის დამსახურებების გამო. ივანიშა იოგას დადიოდა აქვეა ჰოლოტროპიული სუნთქები ჩაატარა. მარხულობდა დიდხანს და რა ვიცი, აბა. გახდა ღმერთი, მაგრამ რა ხინდა? ამდენი ხანია 10,000-ობით საუკუნე აღარ დაადგა საშუალების მმართველობას რა. რა არის გასო, ვერ ამოძირკვა. ეს გაჭირვება, უბედურება, სიკვდილი, ეს ყველაფერი ვერ მოობა თავის საქმეს და ამიტომ ჩვენ უნდა შევცვალოთ მისი მმართველობა. ეს არის დემონური განწყობა. და ჩვენ დავიკავებთ მის ადგილს და ჩვენ გამოგვივა. არაერთხელ დავუკავებთ ეს ყველაფერი. მერტი აზრს ამის შეხედულებას დაიკავა დროებით ეს ადგილები და რა გამოუვას, მაგრამ იღუპებია და ფერ გამოსცა. თვითონ სანამ ცნობიერება ამ მდგომარეობაშია, მათ არ აქვს განცდა იმისა, რომ რაღაცა ცუდს აკეთებენ, ან მათი მსოფლმხედველობა არასწორია. მათ ამის განცდა არ აქვს. ეს მსოფლმხედველობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ წყალობის შედეგად. თუ ისინი სადღაც შეხვდებიან წმინდანს, ესეც წმინდანები, მაგალითად ნარადამუნი, თელ სამყაროში დადის და დემონებში დადის და ხან ესე რაღაც სიტუაციებში აგდებს მაგათ. თუ შეხვდებიან ესეც წყალობას. წყალობის შედეგად მსოფლმხედველობა იცვლება. და დემონური მსოფლმხედველობა ნელ-ნელა შეიძლება განვითარდეს ჩვეულებრივი ღვთაებრივი მსოფლმხედველობამდე. ეს შესაძლებელია და ხდება კიდევაც. მაგრამ სამყაროს ბალანსი ესეთია, რომ რამდენიც უნდა გადავიდეს გზევიდან, ქვევიდან, რამდენი ქვევიდან ზევით, შენ ქვევიდან ეძახე, მაგრამ ეს ქვევიდანი დემონების არ ქვევით, რომ ვიძახეთ ქვევით. ეს ქვედა პლანეტები, ქვედა 64-ის პლანეტებს ეძახიან. ის ძალიან განვითარებულები არიან. ძალიან კომფორტულად ცხოვრობენ, ძალიან დიდი სიმდიდრე და ძლევამოსილება, დიდი ტექნოლოგიები აქვს. არაფერი არ ჩამოვარდებიან 64-ის პლანეტებს. ჩვენი დედამიწის განზომილება შუაში. თუ გამომართლათ და დაიბადენ ადამიანის სხეულში, მაშინ მათ შეიძლება მიიღონ ესეთი რამე. წყალობა ზოგადად არის ის, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის. ბევრჯერ ვთქვათ, კიდევ ერთხელ, რაც არ გვეკუთვნის, ისაც წყალობა. რაც გვეკუთვნის ჩვენ, ის კარმა, ის ისაც მოვა. ის რაც წარსულში ის ისაც მოვა და მიიღებ, ისედაც რომ გაიქცე, მაინც მიიღებ. იმ ბედნიერებას რომ გაიქცე, რაც გეკუთვნის, მაინც დაგეწევა ეს ბედნიერება, უბედურებაც ასევე. აი, რაც არ გეკუთვნის, როგორც უზნეო ბავშვი ჩხავის, კამფეტები და არ ეკუთვნის, არ შეიძლება ეს კამფეტი არ არის ჭამა, არ უჭამეაჯა რაღაც, არა. და მაინც ახლა მოულდება გული მამას რომ ხალოქავს და მოეფერება და აჰა შენ კამფეტი და აი ეს წყალობა. და თუ ჩვენ შევთხოვთ გვერდს წყალობას მივიღეთ. ასე რომ ცნობიერების ევოლუცია ეს სამყარო ევოლუციურია თავის ბუნებით. ოღონდ ევოლუციური ისე კი არ არის, რომ ძროხას გამოელია საჭმელი ქვევითა და მერე დაიწყო სევიდან და დაუგზავნა ისე და გახდა ჟირაფა. ესეთი ევოლუცია არ ხდება. არსებობს გარკვეული ფორმის სხეულები 8,400,000 და ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა არის ევოლუცია. უფრო მაღალ განვითარებულ ცნობიერებაში, უფრო მაღალ განვითარებულ ცნობიერებაში, უფრო მაღალ განვითარებულ. ამის შანსი ყველას აქვს. დემონებსაც და ყველას. სანამ ცოტათი არ აიმაღლებენ ცნობიერების დონეს, მანამდე მათ
თავიანთი დემონურობის განცდა არა აქვთ. იმათ აქვთ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის უსამართლობის განცდა. Somehow or other, you was in the right place, right? Yeah. You got mercy. You not deserving it, but you got. That is blessing. Blessings means. გოსვai მაჰარაჯს მოყავს მაგალითი ბიჭუნას და მაიმუნების. ანუ თვითონ განდეგილობის კონტექსტში. როდესაც მაიმუნები ძვრებიან პალმაზე და ბანას კრეფენ, ხოლო ბიჭუნა არხევს. მიდის მესამე პირი და ეუბნება რომ შეჩერდი. ანუ შეჩერდი მომისმინე, ანუ ეს უნდა ქნა და ბიჭი ეუბნება რა დროს ეგ არის, ანუ ხედავ უნდა შევარხევს ასრაფოდ ჩამოვაგდო. მოუსვენრობის განცდას. ეგ არის დიახ, ზამეთ. შეგიყვეთ ადრე. ეხლა ყველაფერს მოგიყვებით. ანუ შეჩერების მერე სხვა რაღაც ეტაპი მოდის იმისათვის, რომ თუნდაც იგივე სხვა ეტაპების გადავიდეს ადამიანი, ხო? გოჩამ ესეთი დამატება გაკეთა, რომ გოსვai მაჰარაჯას მოყვარს ესეთი მაგალითი, როდესაც მაიმუნები ბანანს კრეფენ და უბრალოდ ერთი შტერი ბიჭი ეკაჩება ბანანის ხელს და ბანანის ხელს არხევს, რომ იქიდან ამი ჩამოაგდო. და ეუბნება ჭკვიანი რომ გაჩერდიო, ცოტა დაფიქრდიო რა საკეთებთ. რა დროს გაჩერებაო? ეს რუსულად ეს არის ცნობილი გამოთქმა სამხედროებზე. კომუნისტების დროს სამხედრო საწარმოებში იყვნენ წარმომადგენლები სამხედროებს, რომელიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სიბრძნით. დიახ. კითხვა იყო ესეთი, რომ გოსვai მაჰარაჯას მოყავს ერთი მაგალითი, როდესაც ერთი შტერი ბიჭი ბანანის ხელს არხევს და უნდა რომ ჩამოაგდოს ბანანი და არ ჩერდება და არხევს და ჭკვიანი კაცს ვინც ეუბნება გაჩერდა ცოტა ხან დაფიქრდიო რა. და რა დროს დაფიქრება კაცო უნდა აჯანჯღარო. დაფიქრება რა შუაში უნდა აჯანჯღარო. და გოჩას ესე დამატება გააკეთა რომ თუ გაჩერდება ადამიანი კარგად ნახავს დაფიქრდება სიტუაციაზე, შეიძლება ნახოს სხვა მეთოდი, ბოლო ხანხეზე ავიდეს, ან და ჯოხი აიღოს და ჩამოაგდოს ბანანი. ესეთი არის ეს დამატება, რაც გოჩამ თქვა. და კითხვარაში დამატება იყო, დიახ. ესეთი კვალიფიკაცია გაუკეთოთ გოჩას დამაშავებს. მოდა გაჩერების მერე ხო შავანა მოდის მოსმენა. There is a story that someone wants to get banana. And he goes to the banana tree. Shakes the tree. And nothing comes from it. He's shaking like anything, all day he's shaking. ხოდა როგორც გითხარით, ესე იგი სამხედროებზე ეს ანეკდოტი და ეს სამხედროების წარმომადგენელი კომპლექსის წარმომადგენელი ამ ხალხებში დადიოდა და ამოწმებდა როგორ ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებდა. ესე იყო მიჯაჭვური ამ ინსტრუქციას, ამ ინსტრუქციის საკეთე კიდევაც ვერ ხედავდა. ხოდა ტყეში არის სამხედრო წარმომადგენელი და ბანანის ხელს ესე არხევს. Им приходят, говорят, что остановись. Подумай, что надо делать. Чего там думать? Трясти надо. როცა ადამიანი იმყოფება მთლიანად ილუზიის ხეობაში. ადანჯალი ამას ახსნის ესეთნაირად. როდესაც ადამიანი აწყნარებს ჭკუასო, როდესაც ადამიანიო ჭკუას დააწყნარებსო, მაშინო ის ამ ჭკუაში თავის თავს დაინახავსო ჭკუის სარკეშიო და დაიბრუნებს თავის მარადიულ ფორმასო. ხოლო ის ვინც ვერ ახერხებსო ამ ჭკუის დაწყნარებასო, ის თავის თავს აიგივებს ჭკუაში აღძრულ ფორმებთან, ამ სამყაროსთან. და ჭკუაში არ იზრდება.
სანამ ჩვენ დათვალსაშქიაში ერთი კარგი შედარება, სანამ ცხენზე ზიხარ და მიაჭენებ ყურების მეძორების ვერ ხედავ და საკუთარ ცხენი როგორ გამოიყურება არის უნდა ჩამოხვიდე შეხედო. ხო? ანუ ეს მატერიალური საქმე უნდა შეწყვიტო. უნდა შეწყვიტო, ეს აუცილებელია. ეს გზნობების მოქმედება, ეს თელი მექანიზმი აქმნის უნდა შეწყვიტოს. და აი ამას ქვია უკვე დაფიქრების, გაჩერების, გაჩერდი და დაფიქრდი, ხო? ამას ქვია გაჩერების უმაღლესი მეთოდი, უმაღლესი სტადია, როდესაც ადამიანი გაჩერდება და საკუთარ ჭკუას დაინახავს, საკუთარ ცნობიერებას დაინახავს. სარკეს დაინახავს, თვითონ სარკის ზედაპირს, როცა იმას ეგონა, რომ ყველაფერი რაც ამ სარკეში ირეკლება, იქ ნამდვილად არსებობს. აი როგორ ის უკვე დაინახავს ზედაპირს. ეს არის გაჩერებისა და დაფიქრების უმაღლესი დონე. მაგრამ ის იწყება უფრო დაბლიდან, კეთილგონიერებიდან. როცა ადამიანს ყოფნის კეთილგონიერება და ცოტათი ხანს გაჩერდება თავის ფართხალში. აი როცა ფართხალობს, როგორც ციყვი დარბის. ადამიანი დამიტება რაღაც არა, გუშინ არ მომიტანა შედეგი, იმის ასწრისი, იმას არ მოუტანა შედეგი, იმას არ მოუტანა, ყველა კვდება. ყველა ცდილობს, რომ ყველა მაინც კვდება. ხოდა გაჩერდი რა, ცოტა ხან დაფიქრდი, რა ხდება, რატო ხდება, ყველა, რატო არის ყველა უბედური, რატო ეძებს ყველა ბედნიერებას და რატო ვერ მიუგნია. ცოტა ხან გაჩერდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში და ამას ქვია მოთმინება, ტიტიქშა. კრიშნა ეუბნება არჯუნას. შენ რახანო წარმავალზე მიამყარი შენი გონებაო, ჭირიდან ხენი წელიწადის დროებივით მიდიან და მოდიანო. ის ვინც სიმშვიდეს ინარჩუნებს ჭირსა და ხინში, გამუდამ ცდილობს მოთმინების გზებით იაროს, ასეთი კაცი უძრტვინელი ხო არჯუნა, მართლაც ღირსია უგზარებას მომზიაროს. ეგრეს ბუჩქებში რო აღმოჩნდები და ფართხალე, ხო? უნდა გაჩერდე, იმიტომ რაც მეც ფართხალე მენად ეხვევი. უნდა მიხვდე ამას, ამიგეთ და გაჩერდე და მე ნელ-ნელა დაიწყო ეს ეკლების გამოგება და გათავისუფლება. უნდა შეიძლება სახელმძღვანელო ეგრეს ბუჩქებიდან გამოსვლის. რაღაც აიკითხო და იმის მიხედვით მოიქცე. ამიგეთ ამით იწყება ეს გაჩერება, კეთილგონიერება. ამას ქვია მოთმინება. ანუ ის რაც შენ წარსულმა საქციელმა მოგიტანა, ის უნდა მოითმინო რა გაჩერდა. მოცდილო ვიფართხალო. დაფიქრდი და წაიკითხე მაგალითად. ჰარი კრიშნა. გასაგებია, გოგონებო, გამები? კეთვის? გენიოსებით არის სავს ჩვენ და ყველა დაებატეთ ახლა. სამი რამდენი ფაგავადგიდა ვარ. ხო, აი რამდენი ფაგავადგიდა ვარ. რო გაჩერდები, არა ისეთი ფაგავადგიდა უნდა იყიდო. ჩადეკი ტრიქსი. რა იცით მართლა რა ხდება? გზიდან გავლით იყავი და მოხდით აქა და რო გააგრძელოთ ეს სიარული და ვერ საჭებდება ფაგავადგიდა ისიც კიდე. ის ფრის დარგვის. საკითხი აქ. შეზებჭორო, თუგა. კეთილი, კიდე თუა შეკითხვები, თორე დავიტანჯეთ. ერთი კითხვა ვაკიდე დრო, აბა კონკურსს სხვადასხვა შეკითხვა. ატაბავა, თქვენ არ გაქვთ შეკითხვები? როდის დავამთავრებ, ხო? ნათაფაოს მუდმივად აქვს ერთ შეკითხვა, როდის მორჩები რომ პრაცას დავიწყო. დიახ. არა. კეთილი. მორჩეთ მაშინ ჩვენ დღევანდელ საუბარს. წარმატებებს გისურვებთ. ერთ ადგილზე დგებნა
ცხოვრებაში მაინც არ უყვარს და ყველა ხდება რომ ცუდია. ამიტომ ადამიანმა განვითარებისკენ უნდა იმოძრაოს, პროგრესისაკენ. გაჩერება ცხოვრების გზაზე ნიშნავს უკვე რეგრესს. ამიტომ სანამ შესაძლებლობა გააქვთ, სანამ ეს სხეული გემსახურებათ კიდევ, მანამდე უნდა შეეცადოთ, რომ მომავალი უკეთესი გამოჭედოთ, იმიტომ რომ აწყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა. ის რაც ახლა გჭირს, წარსულის მოქმედებების შედეგი იყო. რაც მომავალში გვექნება, ის აი ხამდე ჩვენს მოქმედებებზე დამოკიდებული. ამიტომ ჩვენი პროგრესი უნდა უზრუნველყოთ ჩვენი ახლანდელი მოქმედებით. Hare Krishna. Srimad Bhagavad Gita ki, Srila Prabhupada ki, Sri Sri Nitai Gautam Chandra ki. თქვენ ერთ-ერთი გოგონებო, ერთ-ერთი ან ორიანი მოგზავნით. ახლოს. ეხლა ეს თქვენა გაიყავით.